განვრცობა და შეკუმშვა სხვა არაფერია, თუ არა მოვლენების მიმართ ამბის სელექტიურობის მაღალი ან დაბალი ხარისხი. კონკრეტიზაციის პროცესში შეიძლება გამოვყოთ სამი ხერხი, რომელთა არსი მდგომარეობს ელემენტებისა და თვისებების შერჩევაში. პირველი, ეს არის სიტუაციის, პერსონაჟის ან მოქმედების შინაგანი დანაწევრება სულ უფრო მცირე ნაწილებად. მეორე, მოცემული ელემენტის და ეს ელემენტი შეიძლება იყოს სიტუაცია, პერსონაჟი ან მოქმედება, ესე იგი მოცემული ელემენტის განსაზღვრა ნიშან-თვისებების სულ უფრო მზარდი რაოდენობით. და მესამე, მოცემული ელემენტის კონტექსტუალიზაცია ამა თუ იმ გარემოს, დროითის, სივრცულის ან ლოგიკური გარემოს დამატების მეშვეობით. როდესაც ელემენტებისა და თვისებების შერჩევა დასრულებულია, შემდეგი განვრცობა ან შეკუმშვა არ ხდება. განვრცობა და შეკუმშვა, რა თქმა უნდა, არის შეფარდებითი ცნებები, რომლებისთვისაც ობიექტური მასშტაბი არ არსებობს. ნებისმიერი რაოდენობრივი წარმოდგენა აქ ზედმეტია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ელემენტების დეტალიზაცია და კონკრეტიზაცია ამბავში ვერ მიაღწევს ყოველმხრივ განსაზღვრულობასა და კონკრეტულობას, რაც დამახასიათებელია ელემენტებისთვის ასასახავ მოვლენებში. როგორც განვრცობილი ასახვის, ასევე შენელებული თხრობისას ამბავი რაოდენ დეტალურიც არ უნდა იყოს, დეტალურადაც არ უნდა იყოს ის მოცემული, ვერასოდეს მოიცავს იმდენ ელემენტსა და განსაზღვრას, რამდენსაც მოიცავს თვით მოვლენები, რომლებიც არსებითად შეუზღუდავია და უსასრულოდ დანაწევრებადი სულ უფრო მცირე ელემენტებად. ძალზე განვრცობილი ასახვისა და ნელი თხრობის ნიმუშია მარსელ პრუსტის რომანი „დაკარგული დროის ძიებაში“, სადაც ბარონ დე შარლუსის ერთი მოძრაობის აღწერა იკავებს რამდენიმე გვერდს. შეკუმშული თხრობის მაგალითია ნიკო ლორთქიფანიძის პროზა. აქ ცალკეულ მომენტებს შორის არსებული დიდი დროითი შუალედები მონიშნულია ზოგჯერ ერთი მოკლე წინადადებით. დინამიკური, სწრაფი თხრობა თითქმის არ იძლევა აღწერის საშუალებას. თხრობის ამგვარი პუნქტირული თუ ტელეგრაფული მანერის მეშვეობით ნიკო ლორთქიფანიძე ახერხებს რამდენიმე გვერდზე გადმოგვცეს მთელი ცხოვრების ამბავი. განვრცობასა და შეკუმშვაში ხორციელდება ასევე იდეოლოგიური თვალსაზრისის გამოხატვა. ამგვარი ხერხების გამოყენება დამოკიდებულია იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ნარატორი მიაწერს მოვლენათა ამა თუ იმ ელემენტს. განვრცობილი ეპიზოდები, და ეს თქვენთვის ცხადი უნდა იყოს, განვრცობილი ეპიზოდები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შეკუმშული. მაგრამ ეს მნიშვნელობა განპირობებულია არა რაღაც გარე ლიტერატურული ფაქტორებით, არამედ იმით, რომ თხრობის ელემენტების მაორგანიზებელი არის მთავარი მოვლენა. ეს შეიძლება არ შეესაბამებოდეს მკითხველის ცხოვრებისეულ ნორმებს. მაგალითად, ზოგიერთ ნაწარმოებში უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედაა დახასიათებული, უმნიშვნელო მოვლენები კი ვრცლად არის